საქართველო. გამაცანი საქართველო. ამ პროექტის ფარგლებში ქალაქ რუსთავსაც ვესტუმრე. რუსთავი 1948 წლიდან მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 350 მეტრის სიმაღლეზე. ამბობენ, რუსთავი განსაკუთრებული შემოქმედებითი ქალაქიაო. აქ უკვე 30 წელია არსებობს ბავშვთა საესტრადო ანსამბლი აკორდი. პროექტი გამაცანი საქართველო პატარა აკორდელებსაც ესტუმრა და ერთად გადავწყვიტეთ ისეთ თემებზე გვესაუბრა, რომელიც უკავშირდება მის უზენაესობას, მუსიკას და არა მარტო მუსიკას. ქართველებს მუსიკა განსაკუთრებულად გვიყვარს. ხშირად ვღიღინებთ ხოლმე ნაცნობ სიმღერებს, თუმცა შესაძლოა არ ვიცოდეთ ვინ არის საყვარელი სიმღერის ავტორი. ანდა ვინ წერს იმ მუსიკას ასე ძალიან რომ გვიყვარს. ქართული მხატვრული ფილმებიდან და მულტფილმებიდან. მანანა, ქაჯანა, მტრობა, წუნა და წრუწუნა და სხვა არაერთი. დიახ, საქართველოს ყავდა გენიალური კომპოზიტორის საბავშვო სიმღერების ჟანრში, ქალბატონი მერი დავითაშვილი, რომლის შესახებ სიუჟეტს წარმოგიდგენთ ჩემი პროექტის პატარა კორესპონდენტი მარიამ სარალიძე. მე რომ მუსიკა ასე ძალიან მიყვარს, გადავწყვიტე საქართველოს ერთ-ერთი ქართველი კომპოზიტორით მერი დავითაშვილით გაგაცნოთ. იგი აქტიურად მუშაობდა საბავშვო მუსიკის დარგში. მას დაწერილი აქვს 2 საბავშვო ოპერა, ქაჯანა და ნაცარქეთია, მუსიკა საბავშვო ფილმებისთვის და ანიმაციებისთვის. მანანა, მტრობა, ხელმარჯვეოსტატი, თხილთა ქორწილი, წუნა და წრუწუნა, წყილი და ჭიანჭველა, სათაგური და სხვა. მას დაწერილი აქვს უამრავი საბავშვო სიმღერა, რომელიც ბავშვებს ძალიან გვიყვარს. მათ შორის ჩიტო ჩიტო ნაცარა, ესაწყალი კურდღელი, მანანას სიმღერა, მერცხალივი თიჭიკჭიკე, რომელსაც მე თავად ვმღერი. მერი დავითაშვილი გახლდათ უამრავი დამსახურების მფლობელი. მისი ვარსკვლავი გაიხსნა ქუთაისის საოპერო თეატრის წინ. ქალბატონი მერი დავითაშვილი გარდაიცვალა 2014 წელს. ჭუნირი ალბათ ყველას გაგიგონიათ. ახლა ამ უძველესი ხალხური მუსიკალური საკრავის შესახებ მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, მე არა. ჭუნირის, იგივე ჭიანურის შესახებ ჩვენი პატარა კორესპონდენტი მარიამ ასრათაშვილი ისაუბრებს. დღეს საქართველოს ქართული ხალხური ხენიანი საკრავით ჭუნირით გაგაცნობთ. მისი დამზადების მასალად იყენებენ წიწვიან ჯიშის ხეებს, სიმებად კი ძუას. მას აჩერებენ მზეზე ან ცეცხლთან ახლოს, რომ ჰქონდეს კარგი ჟღერადობა.
მხოლოდ მთის მცხოვრებლებმა შემოინახეს პირვანდელი სახით. სვანეთში ჭუნირი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება და ამ კუთხეს უნდა ვუმადლოდეთ მის გადარჩენას. ჭუნირი სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სახელს ატარებს. სვანეთში ჭუნირი, რაჭაში გურიაში, ხევსურეთსა და თუშეთში ჭიანური. თუშურ ჭიანურზე ძირითადად საცეკვაო მელოდიები სრულდება. ჭუნირი ხშირად ჩანთთან და სალამურთან ერთად გამოიყენება. ჭუნირზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც. ჭიანურს სევდიან სიმღერებთან აკავშირებენ, თუმცა მას იყენებენ დღეობებსა და ქორწილშიც. საერთოდ ის მწუხარების საკრავად აქვთ წარმოდგენილი. სვანეთში არის გამოთქმა ჭიანური ჭირის არისო. ბაბუას მიერ ერთ პატარა ბიჭზე დაწერილ ზღაპრებს მთელი ქვეყანა იცნობს. ყველა ჩვენგანის ოჯახში იკითხებოდა დედის, მამის, დის, ძმის, ბებიას, ბაბუას, მეზობლის გოგოს და ბიჭის ზღაპრები. თქვენ წარმოიდგინეთ და ყველა პერსონაჟი ნამდვილი ადამიანია. დიახ, ერთი პატარა ბიჭი, რომელიც დიდი მწერლის, ოტია იოსელიანის ოჯახში გაჩნდა, როცა არიძინებდა, ბაბუა მის დასაძინებლად ზღაპრებს წერდა. ასეთი ფუფუნება ყველა ბავშვს არ აქვს, თუმცა წაიკითხოს და მოისმინოს, ეს ყველას შეუძლია. თუ რომელ ზღაპრებზეა საუბარი, ამაზე ჩვენი პროექტის პატარა კორესპონდენტი სესილი ქოქაშვილი გიამბობთ. ხსნელიათ გაჩის ზღაპრების შესახებ. მე მინდა საქართველოს ამ ზღაპრებით გაგაცნოთ. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო ნაწარმოებია. საქვეყნოდაა ცნობილი მონადირე დაჩის საგმირო საქმეების შესახებ. იგი მწერალმა ოტია იოსელიანმა დაწერა. ესაა ნაწარმოები დედაშვილი, დაძმის, ბებია ბაბუის, ბიძაშვილების, მეზობელი გოგოსა და ბიძის მეგობრების და ერთგულების შესახებ. ესაა დედამიწის, ზღვის, ვარსკვლავების, მთვარისა და მის არსებობის, სილამაზის მარადიულობის ზღაპარი. დაჩის ზღაპრები მსოფლიოს უამრავ ენაზეა თარგმნილი და გამოცემული. იგი მსოფლიოს ბავშვებს ისე უყვართ, როგორც ქართველ პატარებს.